შეიძლება ითქვას, რომ სანაპირო სრულად აქციის მონაწილეებს აქვს დაკავებული, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მწირე დაპირისპირება იყო, რადგან აქციის მონაწილეების სიმრავლეს თქვენ ისედაც თვალს ადევნებთ, კაცი პოლიციელებს ჰქონდათ სურვილი, რომ ავტობუსების ზოლი ყოფილიყო მოძრავი, არ შეფერხებულიყო მოძრაობა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მათ თხოვეს, რომ რადგან ძალიან ბევრი ადამიანია ქუჩაში დაეკავებინათ სრულად, სწორედ აი ეს მონაკვეთი, სადაც ახლა ისინი გადაადგილდებიან, რის გამოც გომელაურის უწყებამ დაახლოებით 100-მდე პოლიციელი მოაბილიზა ტერიტორიაზე, მიუთითებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ გადაენაცვლათ მოპირდაპირე მხარეს, არ მიცემოდათ შესაძლებლობა, რომ სრულად საავტომობილო მოძრაობა დაეკავებინათ, თუმცა საბოლოო ჯამში რამდენიმე ავტობუსი მანქანა გაატარა პოლიციამ და შემდეგ მისცა შესაძლებლობა აქ მყოფ ადამიანებს, რომ საავტომობილო მოძრაობა სრულად ჩაეკეტათ. თქვენ ახლა კაცს ხედავთ და ადევნებთ პირდაპირ ეთერში თვალს საქართველოს მოქალაქეები, ადამიანები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოვიდნენ, სანაპიროთი მიუყვებიან ახლა სწორედ ცენტრალური გამზირისაკენ გზას. რამდენიმე წუთში ისინი რუსთაველის გამზირზე იქნებიან და დღეს იქნება პროტესტის 90-მე დღე. მინდა რომ ვისაუბროთ დღევანდელ დღეზე, ვნახეთ რომ პოლიციას მცდელობა ჰქონდა, რომ თითქოს ავტობუსების ხაზს ემოძრავა ამ პერიმეტრზე, თუმცა არ გამოუვიდათ. ხედავთ რომ სრულად თქვენ დაიკავეთ ეს პერიმეტრი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანია აქვს. გადაკეტილზე კიდე გადაკეტვას ნუაკეთებთო დაახლოებით მაგას ამბობენ და ეხა მეგობარსაც ვეუბნებოდი, რომ მედიის წარმომადგენელს ექცევიან აგრესიულად, ცინიკურად და მერე წყინთ რაღაც და გამყოთ ყოფიდან ადამიანი ჩვეულებრივად რა ანუ დღევანდელ დღესაც რომ გვითხრათ თქვენს პროტესტზე დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და კიდევ ერთხელ საზოგადოებამ დიდი ერთობა აჩვენა რა გაჩვენათ დღევანდელმა დღემ აი ამდენმა ადამიანმა ჩვენ ვართ ალბათ ბედნიერები რომ დღეს დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ პირველ რიგში რა და ეს მსგავსი დღე და მსგავსი აღნიშვნები თუ არ იქნება და თუ არ იქნება პროტესტი ჩვენს ქვეყანაში ჩვენ შეიძლება ეს დამოუკიდებლობა დავკარგოთ და ზუსტად ეგ არის მთავარი პრობლემა და ეგ აერთიანებს ამ ადამიანებს და ჩვენ თავისუფლებას რა თქმა უნდა არ შეველევით. ბატონო და თან მე მინდა რომ კადრი გაჩვენოთ მოპირდაპირე მხარეს მეორე სანაპიროზე ცეცხლი ოლიგარქიას სწორედ აი ესეთი არის საქართველოს მოქალაქეების გზავნილი აქციის მონაწილეების გზავნილი ის ადამიანები რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან სკანდირებენ აქ ცეცხლი ოლიგარქიას და ასეთი შეძახილებით მიუყვებიან სწორედ ახლა ქუჩას აქ მყოფი ადამიანებისთვის ძალიან ნათელია რომ როდესაც ბევრი ადამიანი არის საჭირო ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის გარეთ და ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ სხვების პოზიციას ვისაც ექნება სურვილი რომ ისაუბროს ჩვენს ეთერში ხომ აი ბავშვთან ერთად არიან აქ მოსული და ყველა მიცის რომ მომავალი თაობებისთვის იბრძვიან იმისთვის რომ სწორედ აი ამ ადამიანებმა თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრონ მარო მაყაშვილის წიგნით ხართ მოსული დღეს ერთ-ერთი იყავით ვინც გაიფიცეთ სხვათა შორის გამომცემლობა ინტელექტი რას გვეტყვით აი ამ სველობაზე დღეს და აი ამდენმა ადამიანმა მუხტმა რისი წრმენა მოგცათ თქვენ დღეს ჩვენში ყველაში მარო მაყაშვილის და ყველა იმ გმირის სული გადმოვიდა თითქოს რომლებიც ერთი საუკუნის წინ აი ამ ქვეყნისთვის საკუთარი სისხლის ფასად იბრძოდნენ. დღეს რასაც ხედავთ თბილისის ქუჩებში ეს არის ქართველი ხალხის აბსოლუტური გამარჯვება. ძალიან ხმამაღალი განაცხადი, რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი პროტესტის 90-მე დღეს ჩვენ ვართ კიდევ უფრო ბევრი ვიდრე აქამდე ვიყავით, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გამოიღვიძა და აი ამ 90 დღის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიხვდა რამდენი უსამართლობა ხდებოდა. აი ამ დღეების განმავლობაში და გასულ წლებშიც და თვითეული დღე არის კიდევ ერთი უსამართლობის ძალადობის და ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი შევიწროების მცდელობა. მაგრამ ქართველ ხალხს ღვიძავს დღეს როგორც არასდროს. ქართველი ხალხი იბრძოლებს ბოლომდე, აი დღევანდელი დღე არის ჩვენ ვართ დიდი ჯარი.
ქართველი ხალხის დიდი ჯარი, რომელიც ამ ქვეყნისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვის და ეს ბრძოლა მივა გამარჯვებამდე. ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის აი აქ ყვითელ ფოურცრებზე აქვს სხვადასხვა პოლიტიკური პატიმრის სახელი და გვარი, აი ონისე ცხადაძის სახელი და გვარი აქვს დატანილი. რა თქმა უნდა, ყველას ახსოვს დაპატიმრებული სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც დგანან ქუჩაში, უერთდებიან ამ ცოლობას. ხომ არ გაქვთ სურვილი გითხრათ რამდენიმე სიტყვა ონისე ცხადაძის სახელი და გვარი გაქვთ თქვენ ახლა ფურცელზე დატანილი. რას ეტყვით სინდისის პატიმრებს დღეს? ეს ადამიანები ყველა ჩვენი მეგობრები, შვილები და არიან ჩვენი თანამებრძოლები. ასე რომ ერთად ვარ ჩვენ ახლა ამ ცვლილობაში ერთად მოვდივართ და ერთი სურვილი გაქვს, რომ ეს ქვეყანა გახდეს უკეთესი და ეს ხალხი იგდნენ ამ ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობდნენ და არა კამერაში იჯდნენ და რაღაც ჩაგვრას და უბედურებას გადიოდნენ დღეს. ჩვენებრივი მებრძოლები არიან. მოკითხვა მინდა გადავცე და მინდა თავისუფლება უსურო პირველ რიგში, ეგ ამთავარი. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ყველა უერთდებით თქვენ სურვილს, როდესაც ანონსდებოდა დღევანდელი დღე, მთავარი გზავნილი სწორედ იყო ის, რომ ქუჩაში გამოდიოდნენ ადამიანები სინდისის პატიმრების სახელით, ნაწამები ადამიანების სახელით, დაჯარიმებული ადამიანების სახელით და რა თქმა უნდა, გაბრაზებული ადამიანების სახელით, იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ახალ არჩევნებს ითხოვენ და რა თქმა უნდა, არ ეგუებიან ოკუპაციას.